მოგესალმებით, პირველ რიგში ეს ვიდეო მინდა ნახონ ჭიათურელებმა, ჭიათურის მაღაროებში მომუშავე მაღაროელებმა და ასევე იმათმაც, ვინც პროტესტში მონაწილეობს, აი მონაწილეებმა და მათ შორის ბატონმა გოგა მოდებაძემ, რომლის ორ ვიდეოს შემოგთავაზებთ და ბატონმა გოგამაც ხელახლა ამას უყუროს. დაგანახებთ აი ამ ვიდეოებით, როგორც ცდილობს საპატრიარქოს ორგანიზაცია თავისი ლიდერებით ამ მეუფეებს რო ეძახით თქვენ და მამაოებს რო ეძახით, აი მათი მეშვეობით, როგორც ცდილობს თქვენს გამოლენჩებას, გამოდებილებას და როგორებად მიაჩნიხართ აი ამათ, რომ აი ასე გელაპარაკებიან. კონკრეტულად აქ საუბარი არის ეგრეთ წოდებულ, აი თქვენ რომ მეუფეს ეძახით, მაგრამ სინამდვილეში ღმერთს ესენი არ დაუდგენია, არც მეუფეებად და არც მღვდლებად. ესენი არიან თვითმარქვიები, მაგრამ აი თქვენ ეძახით ამათ მეუფეებს, თქვენ ემორჩილებით და რაც არ უნდა სიდებილე და აშკარად ყუტყუილი გითხრათ აი ამათმა, მაინც თქვენ თავს უქნევთ ესე მორჩილად, პირჯვარს იწერთ და სინამდვილეში ისიც არ იცით, რომ ეს პირჯვარი არ არის, ეს არის ვარსკვლავი. ვარსკვლავი ისახება ხუთქიმიანი და არა ჯვარი. ეს კიდევ ცალკე სხვა საკითხია, მაგრამ აი ახლა მე მინდა ვიდეო გაჩვენოთ, სადაც აი ეს დანიელი, რომელიც თავის ორგანიზაციაში დარეგისტრირებული არის როგორც ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, აი როგორ ესაუბრებოდა ბატონ გოგა მოდებაძეს და ასევე იქ შეკრებილ სხვა ადამიანებს. ეს ძველი ვიდეოა, თლათ ძალიან ახალი არ არის. მაგრამ ჭიათურელები, რომლებიც ნახავთ ამას და აგერ ბატონი გოგა მოდებაძე, ალბათ მიხვდება ეს რომელ დროზეა ლაპარაკი და რომელ დროს არის ეს ვიდეო გადაღებული. აი თქვენ ყველამ, არა მხოლოდ ჭიათურელებმა, არამედ სხვებმაც უყურეთ როგორებად გთვლით საპატრიარქოს ორგანიზაცია, რომ აი ასეთ სიდებილეს, აი ასეთ დასადებილებელი უბრალოდ ბოდვას გესაუბრებად და მას სჯერა იმისა, რომ თქვენ ამას დაიჯერებთ. და ჩანს კიდეც აი ამ ვიდეოში, რომ აგერ როგორ ჩუმად დგას ბატონი გოგა მოდებაძე და როგორ უჯერებს. ეს გარეგნულად აი ასე ჩანს და შინაგანად ეხლა მან მართლა დაიჯერა თუ არ დაიჯერა, ეს მან იცის და თავის თავთან მაინც არ უნდა იყოს თვალთმაქცურად და თვითონვე უნდა თქვას, მართლა დაუჯერა ამ მატყუარა კაცს სახელად დანიელი რომ დაირქვა, თუ სინამდვილეში არ დაუჯერა. გთხოვთ ნახოთ ეს ვიდეო. რაღაც შევცვალოთ, რაღაც, მაგრამ თუ მუშაობა არ დავიწყეთ, ეს ინვესტორი შეიძლება წავიდეს და მე ხელისუფლება აღარაფერს ვეღარ იცავს. აი ამაზე დაფიქრდით, ძალიან გთხოვთ. და კიდე ერთ რამეს გეტყვით. ეხლა დღეს ძალიან მადლიანი დღე არის. დღეს აი ახედეთ ღრუბლებს. ამას ქვია ანგელოზის ფრთები. ანგელოზის თელ საქართველოში არის წვიმა. გუშინ წვიმა იყო აქ, ზემო იმერეთში, ხვალ წვიმა არის. აი ეს არის მამა გაბრიელის სასწაული. ჩვენ ახლა ვართ მამა გაბრიელის ტაძართან. მამა გაბრიელი ჩვენთან არის. გთხოვოთ მამა გაბრიელს, დაგვეხმარება. მე ლოცულობ თქვენთვის ყოველ დღე და მთელი ჩვენი სამღვდელოება ლოცულობ. თქვენც ილოცეთ. რაღაცნაირად კრიტიკული სიტუაციაა. არ არის მხოლოდ ვიღაცის ბოროტინება, არის თავისთავად ვითარება არ არის მარტივი. ამიტომ გამოსვლის პროცესი ნელ-ნელა უნდა მოხდეს და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ესე იგი აი ლოცვა არ უნდა შევწყვიტოთ, დიალოგის გზაზე მე
ბოლომდე ვიქნები თქვენს გვერდზე რომ მოვთხოვ, ну როგორ მოვთხოვ ვერ მოვთხოვ, მაგრამ ვთხოვ რომ ეს აუცილებელია რომ თქვენ მიიღოთ მონაწილეობა აი ამ პრობლემების ხვალზე რომ გაგრძელდება პარალელურად რაღაცა წარმომადგენლობა უნდა მონაწილეობდეს ამ საკითხებში და მე ვფიქრობ რომ აუცილებლად ღმერთი შეგვაძლევს ერთადერთი უნდა ვეცადოთ რომ აი ეს შიმშილობა არ არის ქრისტიანული ამბავი რა არ გვჭირდება ეს შიმშილობა მესმის რომ კივნეულია ხშირად ხდება რომ არ არის სათანადო ყურადღება მაგრამ ღმერთი კარგით აი ადამიანი ცდება ღმერთი ხო გვიყურებს ღმერთი არ დაგვტოვებს ხალხო ეს კაცი დანიელი ბატონ გოგა მოდებაძეს და იქ შეგრებილ სხვა ადამიანებს ელაპარაკება და ეუბნება რომ აი ეს მთელ საქართველოში წვიმა არისო ეს მაღლა ანგელოზის ფრთებიო ეს ღრუბლებიო და ეს არისო მამა გაბრიელის სასწაულიო და აი ასეთები ხართ თქვენ ის ჭიათურელები და ის საქართველოს მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი ვინც აი ასე ბრმად უჯერებთ ამ საპატრიარქოს ორგანიზაციის ბოდვებს აი ასეთები ხართ აი ასეთებად გთვლით ეს დანიელიც და ამათი კოლეგებიც რომ გთვლით აი ასეთ გამოშტერებულებად რომ გიბედავენ აი ასეთი ბოდვა გითხრან და თქვენც ესე თავს უქნებთ და დიდი იმით აგერ ბატონო გოგა გაიხსენეთ ეს ვიდეო თქვენიყავით ზუსტად თქვენიყავით ის ვინც აი აგერ აი ამ მატყუარაკაც თავს უქნებდით და მერე სხვა ვიდეოში უკვე ეს ახალი გამოქვეყნებულია უფრო გამწარებული და გაბრაზებული ლაპარაკობთ ამ საპატრიარქოს მოხდელებზეც და ამათ იერარქებზე ასე ვთქვათ და მხოლოდ ორი მათგანი ახსენეთ ასე ვთქვათ დადებით კონტექსტში მაგრამ ესენიც ამ ორგანიზაციის წევრები არიან და სანამ თქვენ ბიბლიას არ ისწავლით გონს არ მოიგებით და ღმერთს არ მოусმენთ ღმერთისგან არ განისწავლებით მანამდე რატომ ფიქრობთ იმას რომ თქვენ ღმერთი წყალობით გადმოგხედავთ და აი ასეთ რამეს ვეღარ გაკადრებენ აი ეს საპატრიარქოს მოხდლები ეს არის შედეგი იმისა რომ ადამიანები სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებს ბრმად უჯერებენ და აქ მარტო საუბარი არ არის საპატრიარქოს ორგანიზაციაზე არანაკლებ ასე ვთქვათ დაჩმორებულები არიან იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის წევრები და ასევე სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის წევრები არანაკლებ დადებილებულები და დაჩმორებულები არიან ამ მხრივ და ამ მხრივ საპატრიარქოს ორგანიზაციის მრევლი გამონაკლისი არ არის ასე რომ მე ბატონ გოგას და მასთან ერთად მყოფ იმ ადამიანებს არ ვუყურებ როგორც რაღაცა ისეთ იმას ასე ვთქვათ რომ აი მხოლოდ ესენი არიან ამ დღეში არა ეს ზოგადად ადამიანი არის ძალიან სუსტი მოწყვლადი მისთვის აუცილებელი არის სწორი გამძღოლი და ეს სწორი გამძღოლი არის თვითონ ღმერთი უფალი იესო რომელიც თავისი წერილის მეშვეობით გვასწავლის და აუცილებელი არის რომ თითოეულმა ადამიანმა ეს ბიბლია თვითონვე ისწავლოს მიიღოს პირველი ფურცლიდან წაიკითხოს გულდასმით ყურადღებით ღმერთს სთხოვოს ლოცვით რომ ეს დაწერილი გააგებინოს სთხოვოს და აი ასე გულწრფელობით ბიბლიის წაკითხვა დაიწყოს მიიღოს პირველი ფურცლიდან და დაამთავროს ბოლო ფურცლის ჩათვლით მიიღოს დაბადებიდან და გამოცხადების ჩათვლით წაიკითხოს იმისათვის რომ თვითონ გაიგოს სინამდვილეში ღმერთი რას
გვასწავლის და არ ენდოს ამა თუ იმ რელიგიურ ორგანიზაციას. იმიტომ რომ ღმერთი იმთავითვე ძველი დროიდანვე, უпростоრად ძველი დროიდანვე ღმერთი თვითონვე აკრიტიკებდა და კიცხავდა სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებს, სხვადასხვა ადამიანებს, რომლებიც ღმერთის სახელით ლაპარაკობდნენ, მაგრამ სინამდვილეში ღმერთის სწავლებას არ ავრცელებდნენ, არამედ ავრცელებდნენ დემონების ეშმაკის სწავლებას ან თვითნებურად გამოგონილ სწავლებებს ბილწი ანგარებისათვის, რომ სხვადასხვა გამორჩენა ფიზიკურად გამორჩენა ან ადამიანთაგან ცრუ განდიდება მიეღოთ და თვითონ ეს კრიტიკები, ასე ვთქვათ, ხო, ეს ღმერთი როგორ აკრიტიკებდა, როგორ ამხელდა სხვადასხვა ადამიანებს და რელიგიურ ორგანიზაციებს, ესეც არის ბიბლიაში დაწერილი. თვითონ ღმერთი გვეუბნება იმას, რომ არიან ცრუ მქადაგებლებიც და ასევე არის ღმერთის სწორი სწავლებაც, ღმერთის ჭეშმარიტი სიტყვები, რომლებიც დაწერილი არის მისსავე წმინდა ბიბლიაში. ახლა მე მინდა თქვენ მოგასმენინოთ უფრო ახალი ვიდეო, სადაც ბატონი გოგა მოდებაძე ლაპარაკობს, ეს ახალგაზრდა და აი ამასაც დააკვირდით მისი ვიდეო ზოგმა ადამიანმა მისი ვიდეოდან ერთმა ადამიანმა მაგალითად მისი ვიდეოდან ამოჭრა ის ადგილი, სადაც ბატონი გოგა საუბრობს ამ მღვდლებზე და ემდურის, ასე ვთქვათ, და მე მოგასმენინებთ, გაჩვენებთ ბატონი გოგას საუბრის სრულ ჩანაწერს, სადაც იგი უკვე უნდობლურად არის განწყობილი, არც თუ ისე უსაფუძვლოდ, უნდობლურად არის განწყობილი ამ მღვდლებისადმი და ამ საპატრიარქოს ორგანიზაციის წარმომადგენლებისადმი. გთხოვთ აი ამასაც მოусმინოთ. ჭიათურელებო და არა მხოლოდ ჭიათურელებო, საქართველოში მცხოვრებო სხვადასხვა ადამიანებო, ქართველები იქნებით, წარმოშობით აზერბაიჯანელები, ქისტები, ოსები, რუსები, თურქები, ქურთები, სომხები თუ სხვა ერის ეთნიკური წარმომადგენლები, მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში, განსხვავება არ არის, თქვენ ყველამ უნდა ისწავლოთ ღმერთის ბიბლია და მხოლოდ ღმერთს უნდა მოусმინოთ და არა სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებს და არა სხვადასხვა ცრუ მოძღვრებს, ესენი იქნებიან ისლამის მხრიდან თუ ესენი იქნებიან საპატრიარქოს ორგანიზაციის მხრიდან, რომლებიც ცდილობენ თქვენ მოგნუსხოთ აი ამ დასახელებებით, ხო? დაირქვეს მართლმადიდებლობა, ეს არის ძალიან კარგი დასახელება, მაგრამ სინამდვილეში ესენი მართლმადიდებლობას არ ასწავლიან, ესენი სიმართლის მადიდებლობას და ღმერთის მართლად და სწორად მადიდებლობას არ ასწავლიან. ასევე აგერ ისლამში დაირქვეს ხო ეს ისლამი, მუსულმანობა და მე როგორც ვიცი, ისლამი ნიშნავს მორჩილებას, ხო ეს თუ ღმერთისადმი მორჩილება იგულისხმება, თვითონ დასახელება კარგია, მაგრამ სინამდვილეში ისლამის შინაარსი არის ანტიღვთაებრივი და ღმერთის საწინააღმდეგო. ასევე მუსულმანობაც შეიძლება ამისი თვითონ ეს დასახელება დადებითი იყოს, მაგრამ მისი შინაარსი ასევე არის ღმერთის საწინააღმდეგო. ამიტომაც ნუ ენდობით აი ამ გარეგნულ ტრაფარეტულ დასახელებებს, არამედ შეისწავლეთ შინაარსი და თქვენ თვითონ შეადარეთ ეს შინაარსი ღმერთის სწავლებას. აი ასეთ დღეში არის დღეს ჭიათურა, რეალურად ძალიან დიდი პრობლემები არის თვითონ ეკოლოგიურადაც და სხვა მხრივ აგერ
ჭიათურილებმა უფრო უკეთი იციან ჭიათურაში რა ხდება, ვიდრე მე ახლა. მე ისე ღრმად არა ვარ ჩახედული ჭიათურის პრობლემებში და თვითონ ჭიათურილებო თქვენ თვითონ შეხედეთ თუნდაც აი ამ ორი ვიდეოს ურთიერთ შედარებით აი რა დასკვნას გამოიტანთ, ხო? თქვენ უფრო უკეთ იცით ჭიათურის ის ეკოლოგიური და ფინანსური პრობლემები რაც მანდ არის და მე აი აქედან ვცდილობ გაგაგებინოთ ის, რომ თქვენი პრობლემების უპირველესი მიზეზი არის თქვენი უღმერთოება, რომელიც თქვენს გოგონიათ, რომ ეს არის ღვთის მოსაობა, თქვენი ხშვილები მიყავთ საპატრიარქოს ორგანიზაციის მღვდლებთან, გგონიათ, რომ ამათ ანათვლინებთ, გგონიათ, რომ აქრისტიანებთ, თქვენს შვილებს მღვდლებთან მიყვანით, მაგრამ სინამდვილეში თქვენ არც კი იცით, რომ ეს მღვდლები საერთოდ ღმერთს არ დაუდგენია და თვით ეს მღვდლები რომ გატყუებენ, რომ ეს მირონცხებით ხდება სულიწმინდით მონათვლაო, ესეც არის შეცდომა და ესეც არის ამათ მიერ თქვენთვის შემოთავაზებული ტყუილი. ვინაიდან ქრისტე და მისი მოციქულები მირონს არ იყენებდნენ და სულიწმინდით მონათვლა არ ხდებოდა მირონის წასმით. ესე იგი, თქვენ იმთავითვე, თქვენ როდესაც საპატრიარქოს ორგანიზაციას უჯერებთ, თქვენ უკვე შედიხართ აი ამით უღმერთოებაში და თქვენ გგონიათ, რომ თქვენ ღმერთის გწამთ, დადიხართ ამათ აშენებულ და თქვენს მიერ დაფინანსებულ ტაძრებში, გგონიათ, რომ აი უფლის სახლში მიდიხართ უფალს ევედრებით, უფალს უნთებთ საანთელს, უფალს ემსახურებით, მაგრამ თქვენ ეს ბიბლიდან არ გისწავლიათ, თქვენ ეს ღმერთის წერილიდან არ გისწავლიათ. თქვენ ეს ისწავლეთ რაღაცა მითქმა მოთქმებით, ჭორებით, თქვენი მამაპაპის მიერ გადმოცემული გაუაზრებელი ინფორმაციით, ამ საპატრიარქოს ორგანიზაციის პროპაგანდით, ცრუ პროპაგანდით, რაც ბიბლიაში არ არის მოცემული. პირიქით, ბიბლიაში დაწერილი არის ის, რომ უფლის მოციქულები თვითონვე ქადაგებდნენ აი იმას, რომ ღმერთი არ მკვიდრობს ადამიანის ხელით აშენებულ ტაძრებში. მოდით აი აგერ ორ მაგალითს ბიბლიიდან ახალი აღთქმის ნაწილიდან წაგიკითხავთ. ამ საიტზე არის განთავსებული ქართულად ნათარგმნი ბიბლიები, შევალ პირველში, დავაჭერ ახლა დაბადებას, ეს არის ბიბლიის სარჩევი, დაბადება, გამოსვლა, ლევიანი, თქვენ შეგიძლიათ თუნდაც მთელი ბიბლია ამავე საიტზე წაიკითხოთ. ჩამოვალ ახლა აი ასე, ჩამოვალ, შევალ აი აგერ მოციქულთა საქმეებში, ხურეთ, მოციქულთა საქმეები, შესრულდას დავაჭერ, გადავალ მე-7 თავზე, სადაც დაწერილი არის ერთი ქრისტიანის სახელად სტეფანეს ქადაგება ებრაელებისადმი. თქვენ შეგიძლიათ მთელი ეს ქადაგება წაიკითხოთ, ეხლა მე ჩამოვალ 47 მუხლიდან ამოვიკითხავ. აი აქ ხომ არის დაწერილი პირველი, მეორე, მესამე, ხო ეს დანომრილია, ხო? მე ჩამოვალ 47 მუხლზე, სადაც სტეფანე ებრაელებს უქადაგებს ტაძრის შესახებ. აი ყურეთ, თუმცა სოლომონმა აუგო მას სახლი, საუბარი არის იერუსალემის ტაძარზე, სადაც შემდგომ უფალი შევიდა და იქიდან მოვაჭრეობა ალაგმა. თუმცა აქ კიდევ ამას სხვა ისტორია აქვს, სოლომონის ტაძარი თავის დროზე დაანგრიეს
ბაბილონელებმა, შემდეგ იგი აიგო და შემდეგ იგი გააფართოვა მეფე ჰეროდემ და იმ ტაძარში შევიდა უფალი და იქიდან მოვაჭრეობა ალაგმა და ამავე დროს უფალმა იმ ტაძრის დაანგრევა იწინასწარმეტყველა, რაც ახდა კიდეც და დღეს ის ტაძარი არის დანგრეული, იმ ადგილზე დღეს დგას მეჩეთი. წავიკითხავ და აგერ თქვენც თვალი მიადევნეთ. თუმცა სოლომონმა აუგო მას სახლი, მაგრამ უზენაესი ხელთქმნილ ტაძრებში არ არის დამკვიდრებულიო, მაგრამ უზენაესი ხელთქმნილ ტაძრებში კი არ არის დამკვიდრებულიო, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს. ცა ტახტია ჩემი და დედამიწა ჩემს ფეხთა სადგამი. როგორ სახლს ამიშენებთ მე, ან სად არის ჩემი მოსასვენებელი ადგილი? განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ყოველივე ეს? აიყურეთ. ესე იგი, სტეფანემ ესაია წინასწარმეტყველიდან ღმერთის სიტყვები მოიყვანა ტაძართან დაკავშირებით, რომ ღმერთი არ ითხოვს ჩვენი ხელით იმას, რომ ტაძარი აუგოთ მას. არამედ ღმერთი ამბობს, რომ ცა ტახტია ჩემიო, მიწა ჩემს ფეხთა დასადგმელიაო და როგორ სახლს ამიშენებთო მე, ან სად არისო ჩემი მოსასვენებელი ადგილიო, განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ყოველივე ესო? შეხედეთ აი აგერ ესაიასთან ჩამოვალ, აი ასე ჩამოვალ ესაიას დავაჭერ, შევალ და გადავალ ბოლო თავზე, 66 თავზე და პირველივე მუხლიდან აი ასე იწყება. ასე ამბობს უფალი, ცა ტახტია ჩემი, დედამიწა კი ჩემს ფეხთა სადგამი. სად არის სახლი, რომელიც უნდა ამიშენოთ და სად არის ჩემი მოსასვენებელი ადგილი? ჩემმა ხელმა შექმნა ეს ყოველივე და ასე გაჩნდა ეს ყველაფერი, ამბობს უფალი. აი ვის მივაპყრობ მზერას, თავმდაბალს და სულით მოდრეკილს, ჩემს სიტყვაზე რომ თრთის. ახლა დავაჭერ ისევ ესაიას, აი აქ დავაჭერ სარჩევს და ჩამოვალ კვლავ მოციქულთა საქმეებზე, შევალ აი აქ და გადავალ მე-17 თავზე, სადაც დაწერილი არის აქ პავლე მოციქულის ქადაგება ათენელებისადმი. დაწერილი არის აქ ამბავი, როგორ ჩავიდა პავლე მოციქული ქალაქ ათენში და რა უქადაგა იქაურებს. ათენში ათენელებს მრავალი ტაძარი ჰქონდათ აშენებული, მრავალი ხელქმნილი ტაძარი ჰქონდათ აშენებული და აიქ რა უქადაგა პავლე მოციქულმა ათენელებს. აიყურეთ, აი აქედან საიდან წავიკითხო? ხო, აი აქედან. მე-16 მუხლიდან. სანამ პავლე ათენში ელოდა მათ, მისი სული აღაშფოთა ამ კერპებით სავსე ქალაქის ხილვამ. ამაზე ელაპარაკებოდა სინაგოგებში იუდეველებს და მომსახურეთ და იმათ, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა მოედანზე. ზოგიერთმა ეპიკურელმა და სტოელმა ფილოსოფოსმა კამათი დაუწყო მას. ზოგი კითხულობდა, მაინც რისი თქმა სურსო ამ მოლაყბეს? სხვები კი ამბობდნენ, ეტყობა უცხო ღმერთებზე ქადაგებსო, რა კი იესოსა და აღდგომას ახარებდა მათ. მიიყვანეს არეოპაგში და უთხრეს, შეგვიძლია თუ არა გავიგოთ, რა არის ეს ახალი მოძღვრება, შენ რომ ქადაგებ? რაღაც უცნაურს ასმენ ჩვენს ყურებს. ამიტომ გვინდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს ეს? ყველა ათენელს, ისევე როგორც სტუმად მყოფ უცხოელს, ისი არაფერი ეხალისებოდა, როგორც რაიმე სიახლეზე ლაპარაკი ან მისი მოსმენა. პავლე დადგა არეოპაგის შუაში და თქვა, კაცნო ათენელნო,
ყველაფერში გატყობთ, რომ ძალიან მორწმუნენი ხართ. რადგან როცა გავიარე და თქვენი სათაყვანო ადგილები დავათვალიერე, ვნახე სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია, უცნობ ღმერთს. მეც მას გიქადაგებთ, ვისაც არ იცნობთ და ეთაყვანებით. ღმერთი, შემოქმედი სამყაროსი და ყოველივე მასში არსებულისა, უფალი ცისა და მიწისა, ხელით აგებულ ტაძარში არ მკვიდრობს და ნახეთ, არც ადამიანთა სამსახურს მოითხოვს თითქოს რაიმე სჭირდებოდეს. იგი თავად ანიჭებს ყველა სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს. დააკვირდით აი ამ ორ მუხლს. ღმერთი, შემოქმედი სამყაროს და ყოველივე მასში არსებულისა, უფალი ცისა და მიწისა, ხელით აგებულ ტაძარში არ მკვიდრობს. არც ადამიანთა სამსახურს მოითხოვს თითქოს რაიმე სჭირდებოდეს. იგი თავად ანიჭებს ყველა სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს. ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი ხალხი, რათა დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ. წინასწარ დააწესა მათ დასასახლებლად დრონი და საზღვრები, რათა ეძიათ ღმერთი, ეგებ ეგრძნოთ იგი და ეპოვათ. თუმცა შორს როდია თითოეული ჩვენგანისგან, რადგან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ. როგორც ზოგიერთი თქვენი პოეტი ამბობდა, ჩვენ მისი მოდგმა ვართო. და რა კი ღვთის მოდგმა ვართ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი ჰგავს ოქროს ან ვერცხლს, ან ქვას, ადამიანის ხელოვნებით და წარმოსახვით გამოქანდაკებულს. ამგვარად, ღმერთმა უგულებელყო უმეცრების ჟამი და ახლა მოუწოდებს ადამიანებს ყველას ყველგან რომ მოინანიონ, რადგან მან დაადგინა დღე, როცა განიკითხავს ქვეყნიერებას სიმართლით, წინასწარ დადგენილი კაცის მეშვეობით და ყველას მისცა მოწმობა, მკვდრეთით აღადგინა რა იგი. მკვდართა აღდგომაზე რომ გაიგონეს, ერთნი დასცინოდნენ პავლე მოციქულს, სხვები კი ამბობდნენ, ამის თაობაზე კვლავაც მოგისმენთო. ასე გამოვიდა პავლე მათგან, ხოლო ზოგიერთნი შეუერთდნენ და ირწმუნეს, მათ შორის დიონისი არეოპაგელი და დედაკაცი სახელად დამარისი და სხვებიც მათთან ერთად. ბატონი გოგას Facebook გვერდი დავათვალიერე და ვნახე, რომ მასაც ტაძრებთან აქვს ფოტოები გადაღებული და ბატონი გოგასთვისაც სასარგებლო იქნება ბიბლიის შესწავლა, რათა გაიგოს ის, რომ საპატრიარქოს ორგანიზაცია არის მატყუარა ორგანიზაცია და რომ ღმერთს არ დაუვალებია ვინმესთვის ტაძრების აშენება და რომ ამ ხელქმნილ ტაძრებში ღმერთი არ მკვიდრობს. ქრისტეს თვითონ უფალი იესო და მისი მოციქულები ადამიანებს არ უქადაგებდნენ ტაძრების მშენებლობას, მათ ქრისტეს და მის მოციქულებს არ დაუდგენიათ სარიტუალო მღვდლები და ხალხისთვის არ უთქვამთ ის, რომ ამ მღვდლებთან იარეთ, მღვდლებთან მიიყვარეთ თქვენი შვილები და მღვდლებს მოანათვლინეთო, ეს მათ არ უთქვამთ და ამავე დროს ქრისტეს და მის მოციქულებს მირონის წასმით არ დაუდგენიათ სულიწმინდით მონათვლა, უფალი იესო და მისი მოციქულები მირონს არ იყენებდნენ. ეს მირონი არის ძველი აღთქმიდან მოპარული, საპატრიარქოს ორგანიზაციამ ძველი აღთქმიდან მოიპარა მირონის დამზადებაც და მოხმარებაც. ძველი აღთქმის დროს მხოლოდ აარონიან მღვდლებს ჰქონდათ უფლება იმისა, რომ მირონი დაემზადებინათ და მოეხმარათ. მხოლოდ აარონიან მღვდლებს და ახალ აღთქმაში აღარც ის აარონიანი მღვდლები არიან დადგენილები და აღარც მირონი და საკმეველია დადგენილი. ასე რომ თავს მოატყუებინებთ საპატრიარქოს მღვდლებს. თქვენ არ ახართ პატარები, მით უმეტეს ბატონი გოგაც სავარაუდოდ შეიძლება ჩემი ასაკის იყოს, მას შეუძლია აგერ
ზრდასრულია უკვე და მას შეუძლია თვითონვე ბიბლია ისწავლოს და გაირკვეს იმაში, რომ ეს საპატრიარქოს მღვდლები მათთვის სასიკეთოდ არ მოქმედებენ. და ეს ნაწილობრივ გამოჩნდა ამ ამბებშიც, რომელსაც თვითონ ბატონი გოგაც აღნიშნავს თავის ვიდეოში. ასე რომ გისურვებთ იმას, რომ ღვთის სწავლება ისწავლოთ ბიბლიიდან, სრულად ისწავლეთ, ბიბლია არ წაიკითხოთ ფრაგმენტებით, არამედ სრულად მთელი წერილი ისწავლეთ. რათა ღმერთის სწავლების შესახებ არ გქონდეთ ფრაგმენტალური ინფორმაციები აქა-იქ ამოკითხულებით არ იხელმძღვანელოთ. რათა არ მოტყუდეთ და ამ საპატრიარქოს მღვდლებმაც აქა-იქ ამოკითხულებით არ მოგატყუონ. გისურვებთ პირველ რიგში ღვთისადმი დაჯერებას, მისადმი რწმენას, გისურვებთ ცრუ ინფორმაციებისგან და ცრუ რწმენისგან გათავისუფლებას და გისურვებთ ამ საპატრიარქოს ორგანიზაციის მარწუხებისგან გათავისუფლებას, გისურვებთ იესო ქრისტეს სიტყვებისადმი მოსმენასა და რწმენას, რათა თქვენც გადარჩეთ და შეხვიდეთ საუკუნო სიცოცხლეში.